მოგესალმებით. ოდესმე გიფიქრიათ, როგორ აზროვნებენ ჩვენს გარეშემო არსებული ჭკვიანი მოწყობილობები. აი დღეს ზუსტად იმ პატარა საიდუმლოს ავხდით ფარდას, რომელიც ერთი შეხედვით მაგიას გავს. წარმოიდგინეთ, ყოველ საღამოს სოფლიოს ქალაქები თითქოს თავისით ინთება. ქუჩის განათება ზუსტად იმ წამს ირთვება, როცა ბინდი იწყებს ჩამოწოლას. კი, მაგრამ დაფიქრებულ ხართ ოდესმე, საიდან იციან მათ, როდის ბნელდება, როგორ ხვდებიან, რომ ზუსტად ახლაა ჩართვის დრო. კარგი, მოდით ერთად გამოვიძიოთ. ქუჩის განათების მთელი საიდუმლო ერთ პაწაწინა, მაგრამ მართლაც გენიალურ დეტალში იმალება. არა, ეს მაგია არ გეგონოთ. პასუხი გაცილებით საინტერესოა. ეს არის განსაკუთრებული ელექტრონული თვალი. დიახ, ელექტრონული თვალი. მოდით ვნახოთ, რა არის ის სინამდვილეში. აი, ჩვენი მთავარი გმირიც, ფოტორეზისტორი. მას ხშირად LDR-საც, ანუ სინათლეზე დამოკიდებულ რეზისტორსაც უწოდებენ. დაიმახსოვრეთ ეს პატარა დეტალი ჩვენი ამბის ცენტრშია. და რას აკეთებს? ძალიან მარტივ რამეს. რაც უფრო მეტი სინათლე ხდება, მით უფრო ნაკლებად ეწინააღმდეგება დენის გავლას, ანუ მეტი სინათლე, ნაკლები წინაღობა. სულ ესაა. უბრალოდ შეხედეთ ამ ციფრებს. სრულ სიბნელეში მისი წინაღობა კოლოსალურია, 180 კილოომი. დენი აქ ფაქტობრივად ვერ გადის. მაგრამ საკმარისია მცირე სინათლე და ბამ, წინაღობა ეცემა 1 კილოომამდე. ეს ხომ წარმოუდგენელი სხვაობაა. სწორედ ეს ცვლილებაა ჩვენი გასაღები. კარგი, გასაგებია, რომ წინაღობა იცვლება. მაგრამ ჩვენ ამით რა? როგორ ვაქციოთ ეს ცვლილება რაღაც ისეთად, რასაც გავიგებთ და გამოვიყენებთ? ამისთვის ვიყენებთ ერთ ძალიან ჭკვიანურ ხრიკს, რომელსაც ძაბვის დამყოფი ხვია. წარმოიდგინეთ, რომ ჩვენი ფოტორეზისტორი და ერთი ჩვეულებრივი რეზისტორი ერთად არიან და ძაბვას ინაწილებენ. როცა ბნელდება, ჩვენი ფოტორეზისტორი ძლიერდება და მეტ ძაბვას იპარავს. ხო და ჩვენ ზუსტად ამ გადანაწილებულ ძაბვას ვზომავთ და ვიგებთ რა ხდება გარეთ. მაგრამ ხომ ხვდებით, ეს ისე უბრალოდ რიცხვია, ციფრი. ჩვენ გვჭირდება რაღაც ან ვიღაც, ვინც ამ ციფრის გაიგებს და იტყვის, აჰა, დაბნელდა, დროა ნათურა ავანთოთ. ანუ დროა, ჩვენს წრედს ტვინი დავუმატოთ. და აი ჩვენი ტვინიც, Arduino. შეგაშინებთ, ის უბრალოდ პაწაწინა ძალიან მარტივი კომპიუტერია. მისი ერთადერთი საქმეა დაელოდოს სიგნალს ჩვენი თვალისგან და გასცეს ბრძანება. მაგალითად, აანთოს ნათურა. ამისთვის ჩვენ სენსორს პირდაპირ Arduino-ს ერთ-ერთ ანალოგურ პინს უერთებთ. ანალოგური ნიშნავს, რომ მას შეუძლია დაინახოს არა მხოლოდ შავი და თეთრი, ანუ ჩართული და გამორთული, არამედ სინათლის ყველა გრადაცია. ასე ხედავს ჩვენი ტვინი რამდენად ბნელა ან ნათელა. აბა, მზად ხართ? მოდით ეს ყველაფერი ერთად ავაწყოთ და შევქმნათ ჩვენი საკუთარი ავტომატური ნათურა. ყველაზე საინტერესო ნაწილი ახლა იწყება. აი, სრული სურათიც. აქ გვაქვს ჩვენი თვალი, ფოტორეზისტორი, ტვინი, Arduino და, რა თქმა უნდა, LED ნათურა. სამივე ერთად მუშაობს, როგორც ერთი გუნდი. და იცით რა არის ყველაზე მაგარი? მთელი ეს ლოგიკა, მთელი ეს სიბრძნე, სინამდვილეში ერთადერთ ძალიან მარტივ კითხვაზეა დამოკიდებული. აი ეს კითხვაც პროგრამულ ენაზე, if, ანუ თუ, სენსორის მონაცემი 200-ზე მეტია. სულ ეს არის, ეს ერთი ხაზი წყვეტს ყველაფერს. და რას ნიშნავს ეს? გახსოვთ ხომ? რაც უფრო ბნელა, მით უფრო მაღალია სენსორის მაჩვენებელი. ანუ, კოდი ამბობს, თუ მაჩვენებელი 200-ს გადაცდა, ესე იგი საკმარისად ბნელა, ჩართე ნათურა. თუ არა და გამორთული დატოვე. გენიალური არა და თან როგორი მარტივი. ხო და ახლა, როცა ეს საიდუმლო იცით, დროა მიმოიხედოთ. თქვენი ჯერია, რამე გამოიგონოთ. დამიჯერეთ ამ პრინციპს ყველგან შეხვდებით, ქუჩის ლამპიონებში, თქვენ სმარტფონში, რომელიც ეკრანის სიკაშკაშეს არეგულირებს, ფოტოაპარატებში, მზის პანელებში, რომლებიც მზეს მიყვებიან და სოფლის მეურნეობის სისტემებშიც კი. დიახ, ზუსტად. იქიდან რომ მზის პანელმა მეტი ენერგია გამოიმუშაოს, იქამდე რომ ფოტოგრაფმა იდეალური კადრი დაიჭიროს, ყველაფრის უკან ეს პატარა თვალი დგას. ახლა როცა ელექტრონული თვალის საიდუმლო იცით, თქვენ რას შექმნიდით მისით? დაფიქრდით.